რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. თანამედროვე პრაქტიკული ცოდნა და წარმატებული კარიერა. შედეგი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი მოგიტანთ. უნივერსიტეტი გთავაზობთ თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო სტიპენდიით სწავლას ბრიტანეთში, ავსტრიასა და ბალტიისპირეთში, სტაჟირებას. აირჩიე შენთვის სასურველი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, სამართლის, ბიზნესის, HR-ისა და განათლების მიმართულებით. ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში და მიიღე ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ. დაგვიკავშირდით 577 50 53 54 www.eu.edu.g ან შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში და მიიღე ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ. დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად გასწორებისთანავე დებს სხვადასხვა საგანში მიღებულ შედეგებს. გუშინ აბიტურიენტებმა გაიგეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ქულა, როგორ აფასებენ წლევანდელ გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენლები. ამის შესახებ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი გოგი მაჭავარიანი. შევახსენებ ჩვენ მსმენელებს, რომ თქვენ გაქვთ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში, დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 2921188 ან 2921189 და მიიღოთ პასუხები პირდაპირ ეთერში. ბატონ გოგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ გოგი, როგორც უკვე აღვნიშნე, აბიტურიენტებმა გუშინ გაიგეს მიღებული ქულები. თუ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ კონკრეტულად, რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადაალახა ზღვარი, ან როგორი არის თქვენი შეფასება წლევანდელ გამოცდებზე? მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს, უპირველეს ყოვლისა ჩვენს აბიტურიენტებს, უსურვებ წარმატებებს. ზოგადი სურათი არის იმაზე უკეთესი, ვიდრე გქონდა შარშან. იმდენად რამდენადაც ისეთი პირველადი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჯერ რა თქმა უნდა საბოლოოდ დამუშავებული მთელი ბაზა არ გახლავთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება გადაისინჯოს აპელაციების შემდეგ, მაგრამ დაახლოებით 4.5%-მა გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. შარშან თითქმის ორჯერ უფრო მეტმა ვერ გადალახა, ეს გახლდათ 8.20% ბავშვებისა, ვინც მიიღო მონაწილეობა შარშანდელ გამოცდებში. ანუ წელს თითქოს უფრო უკეთესი სურათი არის. ხა შეფასებას რაც შეეხება თქვათ უმაღლეს ქულებს თუ შეგვიძლია ვისაუბროთ? შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენიმე დაგვიფიქსირდა რამდენიმე უმაღლესი ქულა, რაც სხვადასხვა ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტირების დროს არც ისეთი ხშირი შემთხვევა გახლავთ. აი მაგალითად პირველ ვარიანტი ვინც შეასრულა, აქ ერთი ბავშვი ყავს, რომელმაც 80 ქულა მიიღო. 3 ადამიანი არის, 3 აბიტურიენტი არის, მესამე ვარიანტი ვინც შეასრულა, რომელმაც 80 ქულა მიიღო და ასევე კიდევ მეოთხე ვარიანტშიც ყავს ერთი 80 ქულიანი სამაგეროდ, მეორე ვარიანტში 80-იანი არ ყავს, მაგრამ 4 აბიტურიენტი ყავს, რომელმაც 79 ქულა მიიღეს, ნუ ერთი ქულა დააკლდათ უმაღლეს შეფასებამდე და ესეც ძალიან მაღალი ქულებია. სხვა შორის ასეთი დიდი რაოდენობით და ბევრი მაღალი ქულებისა შარშანდელი დაკვირვებით არ ხდებოდა. შემდეგი ჩემი კითხვა იქნება, რას უკავშირებთ, თქვა თუ შეიძლება ვისაუბროთ შედეგის გაუმჯობესებაზე, მაგრამ მანამდე სატელეფონო ხაზი არის ჩვენი მსმენელი და თუ შეიძლება მოусმინოთ მას და უპასუხოთ მის კითხვას. დიახ, ისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მაინტერესებს უკვე შედეგები ცნობილია და რომელი ვარიანტი აღიარეთ ყველაზე რთულ ვარიანტად?
იცით რა არის სამწუხაროდ ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის უნდა მოხდეს მას შედარება ამ ვარიანტებისა საშუალო ქულების გამოთვლა და ასე შემდეგ სირთულის კოეფიციენტის დადგენა ეგრეთ წოდებული პირველი დაკვირვებით აღმოჩნდა რომ ალბათ მე შემიძლია გითხრათ რომ შესაძლოა მეორე ვარიანტი აღმოჩნდეს სხვა დანარჩენ ანუ იმ ბავშვების ვარიანტი რომლებმაც 26 დღის მეორე ნახევარში 26 ივნის დღის მეორე ნახევარში დაწერეს ქართული ენისა და სტატისტიკური ანალიზი უკვე არის თუ მზადების პროცესია თუ როგორ შეუძლებელია ბოლომდე არსებობდეს იმდენადაც აპელაციამ შეიძლება კორექტივები შეიტანოს კიდევ ერთი უკაცრავად ბატონ გოგი ჩვენ საუბრობდით შედეგებზე და თქვენ ამბობთ რომ წელს ბევრად უკეთესი არ ვიცი რამდენად ბევრად მაგრამ უკეთესი შედეგია ჯერჯერობით გამოიკვეთა უკეთესი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით თქვენ თავად რას უკავშირებთ ამ ფაქტს მინდა დაუკავშირო სწავლისა და სწავლების დონისა და ხარისხის ამაღლებას ძნელია ერთი შეხედვით ამას სერიოზული მეცნიერული კვლევა და ანალიზი ესაჭიროება. არ არის გამორიცხული რომ თავად ეს ჩვენი წლევანდელი ტესტები ოდნავ უფრო იმაზე უფრო მარტივი იყო ვიდრე წინა წელს. ეს ამის გამორიცხვაც არ შეიძლება, თუმცა მე მინდა დავიჯერო რომ ეს ბავშვების მომზადების მაღალი დონით უფრო მაღალი დონით არის განპირობებული და გამოწვეული. შესაძლოა ეს იმითიც არის განპირობებული რომ აი პირველ დავალებაში ტექსტის რედაქტირების დავალებაში ჩვენ ბავშვებს აღარ მიუთითეთ კონკრეტული რაოდენობა შეცდომებისა. აი ამ კონკრეტული შეცდომების კონკრეტული რაოდენობის თვლამ ძალიან სერიოზულად დააზარალა შარშან ჩვენ კიდევ სატელეფონო ზარზე არის ჩვენი მსმენელი, მაგრამ სანამ მის კითხვას მოусმენდეთ, მინდა კითხვა წაგიკითხოთ, რომელიც ჩვენმა მსმენელმა მოგწერა. ეკრება ტექსტის რედაქტირებას, ახლა როდესაც გამოცდები უკვე დასრულდა, თუ შეგიძლიათ რომ გაგვიმხილოთ, რამდენი შეცდომა იყო ტექსტის რედაქტირებაში. შეგვიძლია რომ გაგიმხილოთ, ისევე როგორც შარშან წელსაც იყო 18 შეცდომა 4-ვე ვარიანტში და აი ამან თვალნათლივ აჩვენა რომ როდესაც თქვენ გეწერათ რომ არის 18 შეცდომა და ხარჯავდით ძალიან ბევრ დროს იმაზე რომ დაგეთვალათ ეს შეცდომები და გეპოვათ შემდეგი წელს ეს დრო აღარ დაგეხარჯეთ და შესაბამისად ეს ამ ტექსტის რედაქტირების დავალება ზოგადად უფრო უკეთ შეასრულეთ ვიდრე შარშანდელმა ბავშვებმა სატელეფონო ხაზზე არის ისევ ჩვენი მსმენელი. დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ერთი შეკითხვის დასმა მინდა თუ შეიძლება. კი ბატონო, გისმენთ. ანუ როდის გამოცხადება ის რომელი ვარიანტი იყო, ანუ ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთული ვარიანტი და თუ ეკნებათ რაიმე შანსი იმ აბიტურიენტებს, რომელთაც ან ერთი ქულა, ან ორი ქულა დააკლდა. ბატონ გოგი თუ მე მგონი უპასუხე ამ შეკითხვას უყო პირველად სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ მეორე ვარიანტი აღმოჩნდა ოდნავ უფრო რთული დანარჩენ სამ ვარიანტზე პირველზე მესამეზე და მეოთხეზე ნუ შესაბამისად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აქ იქნება ოდნავ განსხვავებული ვიდრე დანარჩენ სამ ვარიანტში ნუ თქვენ იცით რომ წელს მოხდა პირველად აი გაიგივება ქულებისა არა მარტო სკალირება მაღალი ქულებისა, ჩაჩარი ცარიცხვის დროს, არამედ აი დაბალი ქულების მინიმალური კომპეტენციის ზღვის ქულების გაიგივებაც. აი აქ ალბათ ცოტა სხვა ქულაზე მოიჭრება მოიჭრებიან ის ბავშვები, რომ არა 21 რაღაცა სხვა ქულაზე, თუმცა ახლა მე მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა. კიდევ ერთი კითხვა არის, კიდევ ერთი მსმენელი არის ხაზზე. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, შეიძლება ხო? გისმენთ. მე უბრალოდ ჩემი მშობელი გახლავარ, ჩემი მოსაზრება მინდა გამოვთქვა გამოცდის სირთულის დონესთან დაკავშირებით, ეხლა ბატონი გოგი საუბრობდა, რომ მეორე ვარიანტი შედარებით რთულ ვარიანტად ჩაითვალა. მე ზოგადად შესაძლებელია რაღაცა სტატისტიკის თვალსაზრისით ჩაითვალოს რთულ ვარიანტად. ჩემი შულმა ზუსტად მეორე ვარიანტი წერა, თუმცა მე არ ვთვლი რომ რაღაცა განსაკუთრებული სირთულე იყო. მე ვთვლი რომ საშუალო დონის მოსწავლეზე იყო აბსოლუტურად მორგებული, აბსოლუტურად ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამებოდა და მე არ ის მგონია რომ რაიმე დისკომფორტი აბიტურიენტებს შეუქმნა რედაქტირების დავალებაში, თქვათ, შეცდომების რაოდენობის არ მითითება, ასე თქვათ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მე ვთვლი რომ აბსოლუტურად კომფორტული იყო ეს ტესტი აბიტურიენტებისთვის და არ შემიძლია კიდევ რადგან საშუალება
მომეცა ახლა რომ ჩემი აზრი გამოვთქვა, არ შემიძლია არ აღნიშნო და ხაზი არ გაუსვა სახეთში დაგამოყენებით ხელოვნების ჯგუფის აბსოლუტურად პოზიტიურ მუშაობას, არა მარტო ტესტის შედგენისას, არამედ გასწორებისას. ეს იყო აბსოლუტურად კომფორტული, აბსოლუტურად ხალბატონო, ძალიან დიდი ბოდიშ კითხვა რაში მდგომარეობს თუ გაქვთ კითხვა რაში მდგომარეობს? არა, მადლობა, დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა, რა ვიცი, ჩვენც ვცდილობთ რომ წლიდან წლამდე უფრო მეტი რაღაცად კომფორტი და უფრო მეტი საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალება მივცეთ ჩვენს აბიტურიენტებს. ბატონ გოგი, ჩვენს გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით. პირდაპირ ეთერში შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ მათ საშუალება აქვთ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 292 11 88 ან 292 11 99 და დავბრუნდებით სულ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში და მიიღე ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი მაჭავარიანი. ჩვენ საუბრობთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე. სანამუშაოდ ჩვენ სტუმართან გადავალ, მინდა მცირე ინფორმაცია წავიკითხო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა საყურადღებოდ დღეს 15 საათზე გამოქვეყნება გეოგრაფიის შედეგები. გთხოვთ შედეგების სანახავად ეწიოთ ვებგვერდს online naeg.g მაქტიკომისა და ჯეოსელის იმ აბონენტებს, რომლებიც არ იმყოფებიან კომპიუტერთან, შედეგის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისათვის მათ ბარათზე წითლად მითითებული კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9333. წარმატებას გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენ გადაცემას, ბატონ გოგი, ჩვენ საუბრობდით აბიტურიენტების შედეგებზე, მაგრამ ახლა მოდით ვისაუბროთ პედაგოგებზე. თუ დასრულდა გასწორება მათი ნაშრომების და რა შედეგზე არის საუბარი? პედაგოგთა ნაშრომების გასწორება არ დასრულებულა. ანუ წელს ჩვენ გქონდა პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდა 2, არა 1, როგორც წინა წლებში. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდას დაემატა ქართულის როგორც მეორე ენის პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდა. ეს გახლავთ იმ მასწავლებელთათვის, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან ქართულს. ეს არ დასრულებულა, ალბათ სავარაუდოდ აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება. ძნელია საუბარი, გასწორება და დასრულებული არ არის, ამდენად შედეგების შესახებ საუბარი მიჭირს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ აი მაგალითად აი ამ ახალ გამოცდასთან დაკავშირებით ჩვენ ასე ვთქვათ ნაკლებ კანდიდატს ველოდით, ნაკლებ მსურველს ველოდით, რომლებიც პირველ წელს მიიღებდნენ მონაწილეობას ამ სასერტიფიკატო გამოცდაში. 300-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან გახარებულები ვართ და ერთ სიტყვით გავაგრძელებთ. უფრო ცალად რომ ვისაუბროთ აი ამ პროექტის შესახებ, ვის შეეძლო მონაწილეობის მიღება, კონკურსში მონაწილეობა და აი რაში მდგომარეობს თავარი სიახლე და რაც მთავარია, როგორი ფორმატით მოუწიათ მათ ამ გამოცდის ჩაბარება. სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს, ვისაც ფილოლოგიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დიპლომი აქვს. განურჩევლად იმისგან ის არის პრაქტიკოსი მასწავლებელი და მოღვაწეობს, მუშაობს სკოლაში თუ არა, აქვს სურვილი გახდეს მასწავლებელი. განსხვავება ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდისაგან არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც, აქ ჩვენ ვამოწმებთ არა მარტო მას წერით გამუშევარს, არამედ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მოსმენის დავალებაცა და ლაპარაკის დავალებაც. მოგეხსენებათ ეს ამ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ეთნიკურად ქართველი არ გახლავთ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კომპაქტურად არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მეტყველების კულტურის შემოწმებაცა და მოსმენილი ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარის შემოწმებაც. ტესტის სხვა ნაწილის სირთულე როგორ იყო, განსხვავდებოდა თუ არა? ორიენტაცია
აპელაცია იყო გაკეთებული პრაქტიკული ქართულის ცოდნასა და მის სწავლების მეთოდიკაზე და არა ვთქვათ ქართული ლიტერატურის ცოდნა იმდენად რამდენადაც ეს სფერო მათ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული არ არის. არაქართულენოვან რეგიონებში ისწავლება ქართული, ანუ არაქართულენოვან სკოლებში ისწავლება პრაქტიკული ქართული და არა ქართული ლიტერატურის ისტორია შესაბამისად. აი ამაზე აქცენტი გაკეთებული არ იყო. ბატონ გოგი, სატელეფონო ხაზი არის ისევ ჩვენი მსმენელი, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გამარჯობათ, მე გახართ აბიტურიენტი და მაინტერესებს სულების და მხატვრული თემის აპელირებას ვაპირებდა, ანუ ცალ-ცალკე უნდა გადავიხადო თუ ერთად თანხა და ასე მაინტერესებს, როდის დაიწყება ეს აპელაცია და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ცუდად არის გასწორებული თემები, განსაკუთრებით კი მხატვრული თემის გრამატიკული ნაწილი, სადაც წერტილები მკაფიოდ არის არ მქონდა დაცმული და სკანერმა სავარაუდოდ ვერ დააფიქსირა და ამის გამო ძალიან დიდი სხვაობა მივიღეთ ქულებს შორის. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის, ბატონ გოგი, რა სიტყვით? შესაძლოა ეს მომხდარიყო, ეს არის ტექნიკური წუნი, აპელაციის შემოტანა შეგიძლიათ მთლიან ნაშრომზე. ხო, ანუ ეს ცალ-ცალკე არ ღირს არაფერი, მთლიანად აპელაცია ღირს გარკვეული თანხა. მართალი გითხრათ, მე არ მახსოვს რა 50 ლარი. დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ, ხო, ვებგვერდზე. ხო, ანუ ეს ცალ-ცალკე არ აპელირდება. მე ვუშვებ ასეთ შანსს, ამის ვარიანტს, რომ სკანერს კარგად არ აღიქვა რა ქვენ თქვენ მიერ დასმული მკრთალად დასმული წერტილები. აი აპელაციის შედეგად იმედი გვაქვს, რომ ამოგვიბეჭდავენ უფრო გამართულ ტექნიკურ თვალსაზრისით უფრო კარგ ვარიანტს და იქ შეძლებენ სააპელაციო კომისიის წევრები თქვენს მიერ დასმული სასვენი ნიშნების ამოცნობასა და დანახვას. კიდევ მსმენელი არის ხაზზე. და გადასწორდება თქვენი ქულა, ასე რომ არავითარი პრობლემა არ არის. მსმენელი არის ხაზზე, მაგრამ სანამ მსმენელი დასვავს კითხვას, მინდა ვკითხოთ აპელაციებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ რო გვიპასუხოთ. რა შემთხვევაში ურჩევთ აბიტურიენტს ნაშრომის გასაჩივრებას? იცით რა არის 4 დღე აქვს თუ არ ვწდები 5 დღე თუ არ ვწდები ქულების გაგებიდან აპელაციის შეტანამდე ნუ როგორც წესი იქცევიან ასე ამობეჭდავენ ხოლმე თავიანთ ნაშრომს და აჩვენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს პედაგოგებს და აი მათ შედეგად შემოაქვს შემდეგ აპელაცია. შეფასების სქემა თუ იცით რა არის, ხო, აუცილებლად რა თქმა უნდა, დევს ყველა ვარიანტი ტესტის ბუკლეტი და ასევე დევს ყველა ვარიანტის შეფასების კრიტერიუმები, შეფასების სქემები. მე საერთოდ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ჩვენი გამსწორებლები და მათ ასეთი მითითება ჰქონდათ საკმაოდ ისე რა ქვიან ზომიერად ასწორებდნენ და არა განსაკუთრებით მკაცრად ნაშრომებს. შესაძლოა მე ვუშვებ შესაძლებლობას იმისას რომ გამსწორებლებს მოსვლოდათ შეცდომა. აი თუ აშკარა გასწორების აშკარა შეცდომასთან გვაქვს საქმე, აი ამ შემთხვევაში ვურჩევ რომ შემოიტანონ აპელაციაზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, ნუ შარშანდელი და შარშანწინდელი და წინაწლების გამოცდილებით მოგახსენებთ რომ სააპელაციო კომისია ხანდახან აკლებს ქულებს და ამ რისკის შესახებაც უნდა იფიქროს. ეს რისკიც არსებობს, რა თქმა უნდა. ბატონ გოგი, სატელეფონო ხაზი არის ჩვენი მსმენელი, საკმაოდ დიდხანს გველოდებოდა და დიდი ბოდიში მას ამისთვის გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ესე ქართულში გვაქვს 20 ქულა და მოგვეცემა საშუალება რომ გავაგრძელოთ მე როგორ იქნება მოწყულიანის საქმე ამასთან დაკავშირებით თუ გვეტყვით. რომელი ვარიანტი მესამე ვარიანტი. ხო, აი ძნელი სათქმელია, იცით, აი მეორე ვარიანტი რო ეწერა, შემეძლებოდა უფრო თამამად მეთქვა, რომ ნუ 99% შემთხვევაში გააგრძელებდა. მესამესთან დაკავშირებით არ არსებობს ბოლომდე სტატისტიკა ჯერჯერობით არ აქვს. გაიგივება არ მომხდარა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 25% პლუს 1. ეს არის 21 ქულა 80 ქულიანი ტესტიდან. ნუ აი ამ ბავშვს 20 დაუგროვებია, შესაბამისად 1 ქულა დააკლდა. ხო, კონკრეტულად მესამე ვარიანტი სად მოიჭრება, შესაძლოა რომ 20 ქულაზეც მოიჭრა, შესაძლოა 21-ზე. ამის თქმა მიჭირს ჯერჯერობით.
ეს გახდება აი საბოლოო შედეგები, როდესაც გახდება ცნობილი, როდესაც სკალირება მოხდება, აი ამის მერე გახდება ცნობილი. ბატონ გოგი, ისევ დაუბრუნდით აბიტურიენტებს, ძალიან ცხელი თემა არის, რადგან პედაგოგების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ყველას კარგად ახსოვს, რომ შარშან იყო გარკვეული პრობლემა საკითხulis გააზრებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს გაუჭირდათ საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთება. აი თქვენ საუბრობდით, რომ კმაყოფილი ხართ, მეტნაკლებად კმაყოფილი ხართ წლევანდელი შედეგით. თუ იყო ასეთი ტიპის საკითხები, ან თემები, რომლის გაგებაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ აბიტურიენტებს. ალბათ გულისხმობთ აი ლარასთან დაკავშირებულ ამბავს. ეს იყო უბრალოდ ტექსტის არაადეკვატური გაგებისა და გააზრების ისეთი ძალიან ნათელი და მკაფიო შემთხვევა და ასევე საქართველოს უახლესი ისტორიის არცოდნის გამო მომხდარი რა ქვია ეს კაზუსი, რომელიც იცით რა წელს რაღაცნაირად შევეცადეთ, რომ თვითონ ტექსტები იმგვარად შეგვერჩია, სადაც აი ესეთი მაშინ რა ქვია თქვათ სტალინური ეპოქის ცოდნა თქვათ არა და 27 წელს რა მოხდა, ამის ცოდნა დიდად აუცილებელი და საჭირო. ყოველ შემთხვევაში წელს ამგვარ შემთხვევას საბინდოდ ადგილი არ ქონია, რაღაცნაირად მგონი წლევანდელი ნაშრომები ადეკვატური იყო ამ თვალსაზრისით. ტექსტების კარგად გაიგესა და ნუ ხლა რამდენად წერილობით თვალსაზრისით ანალიზს კარგად გაართვეს თავი, ეს მეორე საკითხია, მეტნაკლებად ხო, ზოგ მოუგეთ, ზოგ მონაკლებად, მაგრამ აი ეს რომ თავად ტექსტი ვერ გაეგოთ, არ შეინიშნებოდა. ბატონ გოგი, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა ვისაუბროთ ჟურნალზე, რომლის მთავარი რედაქტორი ბრძანდებით თქვენ, ეს არის ჟურნალი ნაექჯი, მეოთხე ნომერი გამოვიდა ცოტა ხნის წინ, რას თავაზობთ განსხვავებულს კითხოს ამჯერად? ხო, ჯერ მინდა გითხრათ, რომ თუ რეკლამაში არ ჩამეთვლება, რომ ამ ჟურნალის შეძენა არის შესაძლებელი სანტა ესპერანსასა და ბიბლუსის მაღაზიებში. ამ ჟურნალს ჩვენ ვარიგებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, რესურს ცენტრებში. აქ არის ძალიან, რა ვიცი, ხა ჩემთვის უხერხული არის, ჩემი შვილი არის ეს ჟურნალი და უხერხული არის მის ასე ვთქვათ ღირსებებზე საუბარი. არის ძალიან საინტერესო ჩემი აზრით წერილი, დიმიტრი ლიფიანის წერილი, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა, ის რუსულად იყო დაბეჭდილი და აი ჩვენთან დაიბეჭდა პირველად, ეს ექსკლუზიური მასალა არის ძალიან საინტერესო ცხრილი იმის თაობაზე, რომელი მიმართულებები, რომელი ფაკულტეტები და რომელი უნივერსიტეტები იყო ყველაზე უფრო მოთხოვნადი შარშან. აი ეს ალბათ დაეხმარება წლევანდელ აბიტურიენტებს თავიანთი ქულების რაღაცა კორექტირება და თავიანთი არჩევანის ხო, იმიტომ რომ ჯერ მათ დრო აქვთ. ამისოთ რომ შეცვალონ ადგილები შეუცვალონ თავიანთ არჩევანს ან და დაუმატონ რაღაცა. თუ არის კიდევ რაიმე დამატებითი ექსკლუზიური მასალა? ნუ არის აქ ძალიან საინტერესო მასალა, როგორ დავძლიოთ გამოცდაში, თუმცა ეხლა უკვე ეს ნაკლებად აქტუალურია ალბათ, იმიტომ რომ გამოცდება რა ქვია ჩაიარა, თუმცა ნუ სამომავლოდ ზოგისთვის აქტუალობა კარგავს, ზოგისთვის იძენს. ხო, ნუ რა ვიცი მე ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს ეს ჟურნალი რამდენად რა ვიცი. მე მგონია რომ კითხულობსაც საინტერესო იქნება. ბატონ გოგი, ძალიან დიდი მადლობა ამ უწურავი პასუხებისათვის და იმისთვის რომ ყოველთვის მზად ხართ და უარს არ გვეუბნებით, იყოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მემშვიდობებით ჩვენ მსმენელებს და გვიყურეთ ხვალ იმედის დილაში. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. თანამედროვე პრაქტიკული ცოდნა და წარმატებული კარიერა. შედეგი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი მოგიტანთ. უნივერსიტეტი გთავაზობთ თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო სტიპენდიით სწავლას ბრიტანეთში, ავსტრიასა და ბალტიისპირეთში, სტაჟირებას. აირჩიე შენთვის სასურველი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა სამართლის, ბიზნესის, HR-ისა და განათლების მიმართულებით. ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში და მიიღე ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ. დაგვიკავშირდით 577 50 53 54 www.eu.edu.g ან შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე.